ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ბიოლოგიური იარაღი სადღაც საიდუმლო ლაბორატორიებში მეცნიერების გამოგონებას წარმოადგენს, რომელიც პასუხისმგებელია ათობით, ხანდახან ასობით ათასი, ზოგჯერ კი მილიონობით ადამიანის სიკვდილზე. გარკვეულწილად ეს მართლაც ასეა. იმიტომ რომ ბიოლოგიური იარაღი თავისი შინაარსით წარმოადგენს სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმების, ვირუსების და ტოქსიკური ნივთიერებების ნაერთს, რომელიც შეიძლება როგორც ბუნებრივად, ასევე ხელოვნურად წარმოიქმნას, ბუნებრივია ლაბორატორიებში. ბიოლოგიური იარაღის გავრცელების გზა სხვადასხვაგვარია. ის შეიძლება საარტილერიო ჭურში იდოს, ან კონტეინერში, ან სულად ძალიან პატარა მწერში, პირობითად კოღოში. სიმართლე რომ გითხრათ, ნამდვილად არ მინდა რომ ეს ვიდეო რაღაც კონსპირაციულ თეორიებს ეხებოდეს, მაგრამ აქ არ შემიძლია რომ არ ვახსენო შემდეგი რამ. ბიოლოგიური იარაღის გავრცელების კიდევ ერთი მეთოდი არის ის, რომ ბიოლოგიური იარაღი შეიძლება გაიფრქვეს თვითმფრინავის გამონაბოლქვის დახმარებით. What? თანამედროვე სამყაროში ბიოლოგიური იარაღის გამოყენება აკრძალულია ჟენევის კონვენციის მიერ. მისი შექმნის პროცესი ერთი შეხედვით გაკონტროლირებულია, თუმცა რამდენად კარგად, ეს სულ სხვა საკითხია. სალამი ყველას, მე ირაკლი ვარ და დღეს დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ ბიოლოგიურ იარაღზე. ალბათ ბევრისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ პირველი რითიც უნდა დავიწყო ეს არის შუა საუკუნეები. და ახლა ალბათ ფიქრობთ, შუა საუკუნეები და ბიოლოგიური იარაღი ერთმანეთთან რა შუაშიაო, მაგრამ მოემზადეთ წინ, ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო ვიდეო გელოდებათ. და თუ მოგეწონებათ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა. დავიწყოთ. ბიოლოგიური იარაღის გამოყენება რაც არ უნდა უცნაური იყოს უძველეს ეპოქაში დაიწყო. რომაელები იყვნენ ერთ-ერთი პირველები, რომლებიც შეიძლება ითქვას ბიოლოგიურ იარაღად ადამიანებს იყენებდნენ. ქალაქის აღებისას, მაშინ როცა მეომრების შიგნიდან მაგრდებოდნენ, რომაელები კატაპულტების დახმარებით მიცვალებულებს ყრიდნენ ქალაქში. რომაელების მიზანი ის იყო, რომ კატაპულტირებულ მიცვალებულებს ქალაქში, სადაც ჯარისკაცების და ადგილობრივი მაცხოვრებლებიც იყვნენ გამაგრებულები, ვირუსები და ბაქტერიები შეეტანათ. მოგეხსენებათ, გახსნილ სხეულში საკმაოდ დიდი რაოდენობის ვირუსიც და ბაქტერიაცაა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მე-14 საუკუნეში ევროპაში გამძვინვარებული ეგრეთ წოდებული ბუბონური შავი ჭირი ოქროს ურდოს ხანის ჯანიბეკის დამსახურება იყო, რომელიც ავრცელებდა ისლამს და ისლამთან ერთად შავ ჭირსაც. ხან ჯანიბეკმა 1346 წელს ქალაქი კაფას ალყის შემორტყმის შემდეგ რომაელების მსგავსად მას კატაპულტებით მიცვალებულები დაუშინა. ამან შავი ჭირის გავრცელება გამოიწვია. ქალაქიდან გაპარულებმა შავი ჭირი ევროპაში შეიტანეს, რის გამოც სხვადასხვა წყაროების მიხედვით მოსახლეობის 30-დან 60%-მდე გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეუმჩნეველი არ დარჩა და ძალიან ბევრმა სამხედრო მაღალ ჩინოსანმა დაამუღამა ის, რომ მოწინააღმდეგის განადგურება უბრძოლველადაც კი შესაძლებელია. სწორედ ასე, 1763 წელს პონტიაკის აჯანყების დროს ინდიელებმა ბრიტანელებს ალყა შემოარტყეს და მიუგზავნეს მათ ორი წარმომადგენელი, იმისთვის რომ დანებება შეეთავაზებინათ. ბრიტანელები უჭკუები ნამდვილად არ იყვნენ და გადაწყვიტეს მიემართათ ძველებური რომაული მეთოდისთვის. ოღონდ ისინი მიცვალებულებს არ ისროდნენ. მოგზავნილ დიპლომატებს მათ საჩუქრად გადასცეს ჩუტყვავილით დაავადებული საბნები. ეს გადაწყვეტილება კაპიტანმა ეკფერმა და ვაჭარმა უილიამ ტრენტმა მიიღეს. და ჩვენამდე ეს ინფორმაცია არ მოვიდოდა, რომ არა ერთი ფაქტი. უილიამ ტრენტი მთელს თავის მსვლელობას კაპიტან ეკფერთან ერთად დღიურში იწერდა და აქედან ვიცით ის, თუ როგორ გაავრცელეს მათ ჩუტყვავილა ინდიელებში. ჩუტყვავილიანმა საბანმა 100-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რადგან ინდიელები არ იყვნენ მსგავსი დაავადებებისთვის მზად. მაგრამ ის ფაქტი, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა მაინც და მაინც მაღალი არ იყო, არ გამორიცხავს იმას, რომ ბიოლოგიური იარაღი მართლაც იქნა გამოყენებული. ინგლისელები არ იყვნენ ერთადერთნი, ვინც მსგავს მეთოდს მიმართა, მათ მიბაძეს ამერიკელებმა და რაც არ უნდა უცნაური იყოს, 1827 წელს ასევე ნაჩუქარი საბნის დახმარებით გაავრცელეს ჩუტყვავილა და როგორც ისტორიული წყაროებით ირკვევა, ეპიდემიას 150,000-მდე ინდიელის გარდაცვალება მოყვა. ამას კი შედეგად ის მოყვა, რომ ინდიელთა კუთვნილი მიწა გადავიდა უცხოტომელების ხელში და მოდით ვიყოთ გულწრფელები. ომის დროს ყველას მაგრად კიდია, რა წესებით შეიძლება იარაღის გამოყენება და ზოგადად რომელი იარაღის გამოყენება არის შესაძლებელი. და წარმოედგინეთ რა ხდებოდა მსოფლიო ომების დროს. 1914-1918 წლებში ბიოლოგიურ იარაღს არაერთგზის მიმართა გერმანიამაც და საფრანგეთმაც. მათ შეძლეს და მსხვილფეხა ჩლიქოსნები ჯირკვლის ვირუსით, ეგრეთ წოდებული გლანდერსით და ციმბირული წყლულის ვირუსით მოწამლეს.
ამის შემდეგ ისინი მოწინააღმდეგის მიმართულებით უშვებდნენ ძროხებს. დაავადება კი ცხოველიდან ადამიანზე გადადიოდა. მოდით აქვე ერთი ჭყალებში ბიოლოგიური იარაღის ისტორიას მოგიყვებით. ჭყალებში იმიტომ ჩავსვი, რომ საუბარი მაქვს ჩუტყოვილაზე, რომელიც დღესდღეობით ძალიან მარტივად იკურნება. გაგიკვირდებათ, მაგრამ თავდაპირველად ჩუტყოვილას მატარებლები არა ადამიანები, არამედ აქლემები იყვნენ. მაგრამ ვირუსმა მუტაცია განიცადა და დროსთან ერთად იგი ადამიანებისთვის მომაკვდინებელი გახდა. პირველი ადამიანი, რომელმაც ჩუტყოვილის აცრა გაიკეთა, იყო 8 წლის ჯეიმს ფილიპსი. ეს მოხდა 1796 წლის 14 მაისს და მხოლოდ 184 წლის შემდეგ, 1980 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ჩუტყოვილა ოფიციალურად დამარცხებული იყო. წარმოიდგინეთ, რომ ამ კაცობრიობის მტერის ბიოლოგიური იარაღის განადგურებას დასჭირდა 2 საუკუნე, თითქმის 2 საუკუნე, 184 წელი. და ხაზგასასმელია ის, რომ იგი არ იყო ადამიანების მიერ შექმნილი. მოკლედ, ჩუტყოვილის დამარცხებას დასჭირდა 2 საუკუნე. მოკლედ, ჩუტყოვილას თავი დავანებოთ და დაუბრუნდეთ გერმანელებს. გერმანელები იტალიელების ქოლერით დაავადებას გეგმავდნენ. მათ გეგმებში სანქტ-პეტერბურგის შავი ჭირით განადგურება და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ საავიაციო ბაქტერიული იარაღით შეტევა შედიოდა. გარკვეულწილად მათ ეს მოახერხეს, თუმცა, რა თქმა უნდა, მასშტაბები ისეთი არ იყო, როგორიც გერმანიას ჰქონდა დაგეგმილი. პირველ რიგში იქიდან გამომდინარე, რომ მათ რესურსი არ ეყოთ და მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ პირველ მსოფლიო ომში ისინი დამარცხდნენ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაერთიანებული სამეფოს მომარაგების სამინისტრომ ბიოლოგიური ომის პროგრამა შექმნა. აღნიშნული პროგრამის მხარდამჭერი უინსტონ ჩერჩილი იყო. შოტლანდიური კუნძული გრუინარდი ციმბირული წყლულით დაინფიცირდა. კუნძული 46 წლის განმავლობაში იყო საკარანტინო რეჟიმზე და უსაფრთხოდ მხოლოდ 1990 წლიდან ითვლება. წარმოიდგინეთ, ისევ და ისევ ბრიტანელებმა, უბრალოდ სწორედ გაერთიანებული სამეფოს ხალხმა, თავისივე კუნძული დაინფიცირა ციმბირული წყლულით. მაგრამ ეს დღევანდელ ვიდეოში ყველაზე უცნაური თუ ყველაზე ცუდი ფაქტი სულაც არ არის. ოდესმე თუ გიფიქრიათ იმაზე, რომ ბიოლოგიური იარაღად შეიძლება რწყილის გამოყენება. არ მოგესმათ რწყილის გამოყენება. იაპონელებმა კი ამაზე ნამდვილად იფიქრეს. 1940 წელს იაპონიის საჰაერო სამხედრო ძალებმა ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქის ნიმბოს დაბომბვა დაიწყო კერამიკული ბომბებით, რომლებშიც ბუბონური ჭირით დაავადებული რწყილები იყვნენ მოთავსებული. ამ დაბომბვის შედეგად გავრცელებულ ეპიდემიას 400,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა. წარმოიდგინეთ, რომ 400,000-მდე ადამიანი ემსხვერპლა რწყილს. მესმის ის, რომ რწყილს კი არა, ბუბონურ ჭირს, მაგრამ ბუბონურ ჭირს, რომელიც რწყილმა გაავრცელა. მოკლედ, ადამიანის ფანტაზიას რომ ზღვარი არ აქვს, ეს ფაქტია. მეორე მსოფლიო ომის ბოლოს იაპონია გეგმავდა ბიოლოგიური იარაღის გამოყენებას ამერიკელების წინააღმდეგაც. ოპერაციას ერქვა საკურას ღამის ყვავილობა. გეგმა სისრულეში 1945 წლის 22 სექტემბერს უნდა მოიყვანათ, მაგრამ ამავე წლის 15 აგვისტოს იაპონიას კაპიტულაცია მოუწია. 1952 წლის იანვრიდან ამავე წლის მარტის ჩათვლით კორეის ომის მიმდინარეობისას სულ რაღაც 3 თვეში ბიოლოგიური იარაღის გამოყენების 804 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის ბაქტერიული ავიაბომბების გამოყენების ფაქტებიც. 1972 წლის 10 აპრილს კი ხელი მოეწერა ბიოლოგიური იარაღის გამოყენების საწინააღმდეგო კონვენციას. თუმცა ის ძალაში მხოლოდ 1975 წლის 26 მარტს შევიდა. ეს კონვენცია ბიოლოგიური და ტოქსიკური იარაღის დამზადებას, შენახვას და გამოყენებას კრძალავს. მაგრამ რამდენად ითვალისწინებენ ამ კონვენციას სახელმწიფოები, ეს ცოტა სხვა საკითხია. მოდით შევეშვათ პირველ-მეორე მსოფლიო ომს ძველ ეპოქას და ცოტა თანამედროვე სამყაროშიც გადმოვიდეთ. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ზუსტად ერთ კვირაში რამდენიმე ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მიიღო საკმაოდ უცნაური კონვერტი. კონვერტში მოთავსებული იყო წერილი და გაურკვეველი ფხვნილი, რომელიც როგორც შემდგომ გაირკვა, შეიცავდა ციმბირული წყლულის ხელოვნურად გამოყვანილ სპორებს. დაინფიცირდა 22 ადამიანი და გარდაიცვალა 5. როგორც გამოძიების ფედერალური ბიურო, იგივე FBI ამტკიცებდა, ეს ბიოლოგიური იარაღი, ეს კონკრეტულად შტამი, ამ ციმბირული წყლულის, დამზადდა უშუალოდ ამერიკაში. სადღაც უცხოეთიდან კი არ შემოაგზავნეს, თვითონ ამერიკელებმავე დაამზადეს. და ყველაზე უცნაური რა არის, იცით? ბიოლოგიური იარაღი მე არ ვიცი როგორ წარმოგიდგენიათ, მაგრამ ეს არაა რაღაცა ისეთი, რასაც
რავი, სახლში გააკეთებთ. ანუ იმისთვის რომ ბიოლოგიური იარაღი დამზადდეს, საჭიროა ძალიან მაღალი დონის, საკმაოდ სერიოზული ლაბორატორია. და წარმოიდგინეთ, რომ ამერიკელებმა თავისივე მაღალჩინოსნები თავისივე დამზადებული ბიოლოგიური იარაღით მოწამლეს და 5 ადამიანი მოკლეს. ხო, მოკლედ ის რომ ადამიანის ფანტაზიას და სისასტიკეს ზღვარი არ აქვს, მე მგონი მაგაზე თანხმდებით. ახლა რასაც ვიტყვი, მაგას მინდა რომ ძალიან ყურადღებით მოусმინოთ. იმიტომ რომ COVID-იც ერთგვარი ბიოლოგიური იარაღია. მე აქ ნამდვილად არ ვიწყებ იმით მტკიცებას, რომ COVID-ი, ანუ COVID-19 არის ადამიანის მიერ შექმნილი ან რაღაც მსგავსი, ან სპეციალურად გავრცელებული ხალხში, თორე შეიძლება სულაც ადამიანის მიერ იყოს შექმნილი, არაფერი არ გამორიცხული, უბრალოდ არაფერს არ ვამტკიცებ. მე ამას როგორც ბიოლოგიური იარაღს ისე განვიხილავ. ესაა და ეს. COVID პანდემიის დაწყებიდან 1 წელიწადში გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. 4 მილიონიან ნიშნულს კი ამის შემდეგ მხოლოდ 166 დღეში მიაღწია. 2015 წელს ჟურნალმა Nature გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარია ხელოვნურად გამოყვანილ კორონავირუსზე, რომელსაც შემდგომ უკვე 2020 წელს, ანუ ამ სტატიას, შენიშვნის სახით მიუწერეს, რომ ესო დაუდასტურებელი ფაქტები იყო და უბრალოდ თეორია იყო. აი 2022 წელს კი ამერიკელმა მეცნიერმა ჯეფრი საქსმა ესპანეთის სამედიცინო კონფერენციაზე მტკიცებით ფორმაში ისაუბრა კორონავირუსის ხელოვნურად გამოყვანის საკითხზე. მოკლედ ბიოლოგიური იარაღის და ვირუსების თუ სხვადასხვა შტამის შესახებ ჩემთვის ალბათ უფრო კომფორტული იქნება თუ ბევრად უფრო კომპეტენტური ადამიანი ილაპარაკებს. მე უბრალოდ ამ ვიდეოში ვცადე რომ რავი, თუნდაც რომაელებიდან დაწყებული 2022 თუ 20 წლის ბიოლოგიური იარაღებითა თუ შტამებით თუ სხვადასხვა ვირუსებით შემეფუთა ეს ვიდეო და შემეკრა და აქ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხსაც მინდა გაუსვა ხაზი. მოკლედ, სამედიცინო სფერო ყოველდღე თუ არა ძალიან სწრაფი ტემპებით მიდის წინ და დიდი იმედი მაქვს რომ უახლოეს მომავალში ბევრი ის ვირუსი იქნება დამარცხებული, რომელიც დღემდე დაუმარცხებლად მიგვაჩნია, მათ შორის არის შიცი, კიბო და კიდევ ბევრი უამრავი სხვა ვირუსი თუ უამრავი სხვა დაავადება. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ ჩემი აზრით, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ვწდები, რაც არ უნდა კონვენციას მოეწეროს ხელი, რაც არ უნდა ჯარიმები თუ რავი 1000 რაღაცა დაწესდეს, ომის პერიოდში გარკვეული სახელმწიფოები მაინც გამოიყენებენ ყველაზე მომაკვდინებელ, ყველაზე ცუდ და ყველაზე საშიშ იარაღს. მათ შორის იქნება ალბათ ბიოლოგიური იარაღიც. კაი, მოკლედ, ბევრად უფრო უკეთესის იმედი მაქვს, რა თქმა უნდა. გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. დღეისათვის სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება. დროებით.